საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევანისათვის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ღია წერილით მიმართავს. სიგუა აღნიშნავს, რომ მისი ორგანიზაციის არსებობა შესაძლებელი გახდა ნომერ 241 ბრძანების წყალობით, რომელსაც გრიგოლ ვაშაძემ ხელი მოაწერა 2011 წლის 10 ოქტომბერს და რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებდა საკონსულო აღრიცხვის წესს. ამავე დროს საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევნებისათვის და ასობით 1000 მოქალაქე მოითხოვს გაუქმდეს მინისტრის ბოლო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს მიაჩნიათ, რომ მათი საარჩევნო უფლებები იზღუდება და აღდგებს 2011 წლის 10 ოქტომბრის ნომერ 241 ბრძანებას საქართველოს ხმა სამართლიანი არჩევნებისთვის პრობლემის მოსაგვარებლად ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. შეგახსენებთ, ემიგრანტების ღია წერილი ცოტა ხნის წინ გავრცელდა. მიმდინარეობს თუ არა საქართველოს ოკუპირებულ